17 წლიანი გამოცდილებით და ახალი რეპერტუარით კამერუნმა ანსამბლმა რეხეულმა ოზურგეთის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა. ჟანრების მრავალფეროვნება და ხმების მრავალხმიანობა ამ ანსამბლის ნიშაა. კონცერტი საგალობლით გაიხსნა, რომელიც სამადლობელი იყო ღვთისა და ადამიანების მიმართ. შემდეგ კი ხალხური სიმღერების ჯერი დადგა. რეხეულის და მათი მეგობრების მეგრულმა იმეგრულა, თუმცა ხასანბეგურა გვირგვინი იყო საღამოს ფოლკლორის ნაწილისა. კონცერტის მრავალფეროვნებაში ხალხური საკრავების გამორჩეული და სასიამოვნო ნომერი შევიდა. შესრულებამ კი მსმენელი დაატკბო. კონცერტის მეორე ნაწილი ქალაქურებსა და საესტრადო სიმღერებს დაეთმო, რომელმაც მაყურებელი იმერეცა თუ ძველ თბილისში იშხნელების რეპერტუარით ამოგზაურა. იყო ინდივიდუალური ნომერი, რომელიც ცნობილი მიუზიკლიდან ვერის უბნის მელოდიები შესრულდა და კონცერტს სხვა დატვირთვა მისცა. საღამოს მესამე ნაწილში კი სიმღერის მოყვარულებმა კამერულ საგუნდო მიმართულებას მოусმინეს, სადაც რეხეულის გოგონები სრული შემადგენლობით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. შესრულდა ავე მარია, ცნობილი აფრიკული ტამტამების თანხლებით და ტანგო, რომელიც ისევ მეგობრების დახმარებით და საცეკვაო ნომრით შთამბეჭდავი გახდა. საბოლოო ჯამში კი რეხეულმა მასშტაბურობით, ჟღერადობით და აკადემიურობით მსმენელს საიმიჯო კონცერტი მისცა. ემოციები ნამდვილად დიდია, ესეთი ანსამბლი როგორც რეხეულია, განმენწელია, ესე მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და ასახელებს, რა თქმა უნდა, უცხოეთში გააქვს გურული ტრადიციული უნიკალური სიმღერები და რომელიც გამოირჩევა, ასე ვთქვათ, მრავალხმიანი სიმღერებით, უნიკალურია და ნამდვილად დიდი ჯილდო არის გუნდისთვის, ანსამბლისთვის. პირველ რიგში საქართველოში და თავის მშობლიურ ქალაქში, ოზურგეთში, რომ ასე წარსდგა და ნამდვილად დიდი დღე იყო დღეს. გილოცავთ ყველას და ულოცავ ანსამბლს და მეტი წინსვლა და განვითარება. და რაც თავარია, ჩვენი მხრიდან გვერდში დაუდგებით ყველანაირად, რომ მეტ წარმატებას მიაღწიონ. არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქა. ან რეხეულმა ეს არის, არ ვიცი რა, უღმესი მადლობა ყველას. ყველა ჟანრში, ყველა არ ვიცი, ხალხური თუ თანამედროვე თუ რაღაც სასწაული იყო, ემოციები აქტუანებულები ვართ და მადლობა რომ ოზურგეთში არსებობს რეხეული. საუკეთესო შედეგი ყოველ მხრივ. ადამიანი ამ ცხოვრებაში თუ არსებობს, მუსიკასთან ერთად არსებობს მხოლოდ ბედნიერი. სხვა მხრივ არსებობა წარმოუდგენელია. ამ ქაოტურ სამყაროში ერთადერთი ნათელი წერტილი მუსიკა და დღეს ფოტინეს ანსამბლმა მისმა საუკეთესო გოგონებმა მასთან ერთად ეშთაბეჭდილება ჩვენ გაგვიმტკიცა. საუკეთესო შედეგი იყო და საუკეთესო სიტყვა თქვეს მუსიკალურ სამყაროში. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა რეხეულის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს პოტინე კორტელაძეს, დღეს მართლაც არაჩვეულებრივი საღამო გაჩუქეს ოზურგეთის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში. რა თქმა უნდა, ანსამბლმა დიდი გზა გაიარა გამომამდე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის ანსამბლი რეხეული იყო წარმატებული და კიდევ უამრავ წარმატებას უსურვებ. მე არ შემიძლია მადლობა რომ ავთქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ის მიერს ბატონმა დაკოჭულიას გორჩი დგომისთვის და მხარდაჭერისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გულშემატკივრებს. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ემოცია ძლავრობს, იმიტომ რომ საპასუხისმგებლოა წარდგე ისეთი მსმენელის წინაშე, როგორც ჩვენი გურულები არიან, იმიტომ რომ პოლიფონიის ქალაქი ვარ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა ვფიქრობ, რომ გოგოების ძალიან ენერგიული შრომით, თანადგომით, ერთობით დღევანდელი საღამოც შედგა, მიუხედავად ამ ღელვისა. Mადლობა ყველას.